ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ, რომ ევროპის სახალხო პარტიამ მხარდაჭერა გამოუცხადოს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც პირველი საქართველოში განხორციელდეს ისეთი ეკონომიკური რეფორმები, რომელიც გამორიცხავს ოლიგარქიულ მმართველობას და მაქსიმალურად შეზღუდავს მონოპოლიებს. მეორე, მოხდეს კოლექტიური ზეწოლა რუსეთზე, რათა აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, აღმოსავლეთ უკრაინასა და დნესტრისპირეთში შეწყდეს კონფლიქტების გაღვივება და აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა. მესამე, საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირის საბაჟო, ენერგეტიკულ და ციფრულ სივრცეში და ასევე შესაძლებელი გახდეს საქართველოს ჩართვა შენგენის ზონაში. და მეოთხე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, განხორციელდეს ინვესტირება საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებში. აი ეს ყველაფერი უკვე ასახული არის ევროპის სახალხო პარტიის საბოლოო დეკლარაციაში. ეხლა კი მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ საბოლოოდ მოხდეს ამ გეგმის რეალიზება, რაც უკვე თითოეული საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება.